რატომ არ გამოიკითხა ამ დრომდე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და დატოვებს თუ არა ის პოსტს მომხდარი დაპირისპირების გამო. მწვავე კრიტიკა მიიღო გეგა გეგეშიძემ თბილისის მერისა და სპორტის მინისტრისგან. კახა კალაძე და მიხეილ ბატიაშვილი აცხადებენ, რომ ის რაც ტელეეკრანებიდან იხილეს დაუსჯელი არ დარჩება. პარალელურად ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებს თავად ზურაბ დათუნაშვილი. ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გამოძიების შეკითხვებს პასუხობს. სპორტსმენის განცხადებით ფედერაციის პრეზიდენტმა მას შეჯიბრზე ხელკეტი ჩაარტყა, რაც ყველამ დაინახა. თემაზე მუშაობს ნოდარ ჩაჩუა, რომელსაც ახლა ღია ეთერს დავუთმობთ. ნოდარ, გისმენთ ამ საქმეზე დეტალებს ველოდებით შენგან. რა ინფორმაცია გაქვს ამასთან დაკავშირებით? დიახ ლიზა, რაც შეეხება გეგა გეგეშიძესთან დაკავშირებით, თავდაპირველად ვრცელდებოდა დღის პირველ ნახევარში ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიების შეკითხვებს გეგა გეგეშიძე უპასუხებდა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდა და როგორც სულ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგვიცხადეს, დღის განმავლობაში გამოძიების შეკითხვებს არა სასამართლოში, არამედ ერთ-ერთ განყოფილებაში, თუმცა რომელ განყოფილებაში ერთჯერჯერობით უცნობია, გეგა გეგეშიძე აუცილებლად უპასუხებს, თუმცა რომელ საათზეა დანიშნული აღნიშნული შეხვედრა და რომელ საათზე გასცემს იგი გამოძიების შეკითხვებს პასუხს, ეს ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია და არჩინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაუდასტურებიათ. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროკურატურამ შთამსგებლობით მიმართა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაეკითხათ კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარეს, საუბარია ზურა დავითაშვილზე, მისი დაკითხვა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და იგი ბრალდების შეკითხვებს სწორედ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობდა, როგორც მან დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, იგი უნდობლობას არ უცხადებს გამოძიებას და აქვს იმედი, რომ სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს, რაც შეეხება იმ შეკითხვებს კი, რომელიც ბრალდების მხარემ დაუსვა, ძირითადად ეხებოდა სწორედ ინციდენტის დღეს, რაც შეეხება ზურა დავითაშვილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ ეს გეგა გეგეშიძესთან მისი პირველი კონფლიქტი არ ყოფილა, მას ანალოგიური კონფლიქტი ზაფხულშიც მოუვიდა, რის შემდეგაც მან დატოვა ნაკრები, თუმცა შემდეგ უკვე ვეტერანების თხოვნით იგი ნაკრებში დაბრუნდა, კონფლიქტი კი როგორც იცით გუშინ ისევ განმეორდა. ზურა დავითაშვილის განცხადებით იგი არ მოითხოვს გეგა გეგეშიძის დაკავებას, მისი მოთხოვნაა, რომ მან დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. ჩემი სიმართლე ის არის, რომ რაც ყველამ კარგად დაინახა და სადაც მოქმედებს ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან აგრესიულად ხელკეტით. ეს არის ჩემი სიმართლე და უნდა გადადგეს თანამდებობიდან. მე ამას ვიტყვი. გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად გრძელდება დღეს დილიდან. დაკითხვებია თბილისში საბურთალოს პოლიციაშიც უკვე დაიკითხა ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში მწვრთნელი, რომელიც იყო ადგილზე აღნიშნული ინციდენტის თვითმხილველი, მან დეტალურად მოყვა იმის შესახებ, თუ რაც დაინახა და რა მოხდა თბილისის სპორტის სასახლეში და როგორ განვითარდა აღნიშნული ინციდენტი, როგორც მან აღნიშნა, ზურა დავითაშვილმა გამოთქვა კონკრეტული პრეტენზია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც შემდეგ უკვე დაპირისპირება მოყვა. კითხვები ძირითადად შეეხებოდა ამ შეხლა შემოხლის ძირითად მიზეზს. რო ყოფილიყო მოწოდებისა საჯთა ბრიგადა, ეჩვენებინას ყვითელი ბარათი, რომელიც მიღებულია ყველა სპორტში და მე შემდეგ წითელი, ეს არ მოხდებოდა, მე ესე მგონია და თავისთავად ცხადია, უნდა ემუშაო კიდე დაცვის სამსახურს მაღალ დონეზე. განათლებისა და სპორტის სამინისტროშიც გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი. მინისტრი აცხადებს, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და მას შემდეგ, რაც შესწავლა დასრულდება, ამის შემდეგ უკვე გამოიკვეთება პასუხისმგებელი პირი და სამინისტრო ამასთან დაკავშირებით უკვე გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას და დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. დღეს თბილისის მერმაც ისაუბრა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მან დაგმო აღნიშნული ფაქტი და როგორც განაცხადა, ძალადობა არის დასაგმობი და შესაბამისად ისიც ელოდება გამოძიების დასრულებას და ამის შემდეგ უფრო მკვეთრი პოზიცია ექნება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ხა მე ვფიქრობ, ყველა ნორმალური ადამიანი, ვინც აღარ მოაზროვნია, როგორ უნდა იყოს ეს მისაღები და დადებითი ის რაც მოხდა. ეს იყო მართლაც ამაზრზენი, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ სატელევიზიო ეთერში. ეს არა მარტო ჭდილს აყენებს, ვფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ ფედერაციას და არამედ ზოგადად ქართულ სპორტს გამოძიების დასრულების შემდეგ რა დასკვნებიც გაკეთდება, იმის მიხედვით უკვე ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ პოზიცია გვაქვს ერთი, სპორტში უნდა იყოს 7 გარემო, პირველ უნდა იყოს ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გქონდეს სპორტსმენს, რომ 7 გარემოში ვარჯიშობდეს.
ამ წუთებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოში იკითხება ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრესსამსახურის ხელმძღვანელი, როგორც იგი აცხადებს, იგი ესწრებოდა აღნიშნულ ფაქტს და დეტალურად მიაწოდებს გამოძიებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ინფორმაციას რამდენიმე დღის წინ სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება გეგა გეგეშიძესთან დაკავშირებით კი უკვე ვისაუბრეთ. გეგა გეგეშიძეს სავარაუდოდ დღის განმავლობაში პოლიციის რომელიმე განყოფილებაში დაკითხავთ. მადლობა ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა ღია ეთერში.